ფსიქოლოგიური გაკვეთილები გვაქვს, ხო? ჩვენი არხი ხო მაგასაც ემსახურება, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს არამარტო სასწავლებელი, არამედ განწყობის და რაღაც რთული სიტუაციებიდან გამოსვლის გზებიც მაჩვენებელი და აი ნახოთ აბა. ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, რომ ცუდმა გარემოებამ ცუდად არ იმოქმედოს ჩვენზე. პირიქით ეს ცუდი უნდა გადავლახოთ კარგით. ეგ მომენტია რა. ეგ ამბებია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. ეხლა ეხლა ფიქრობ, კაცო, ის ქაღალდი first way ხო არის პირველ აწონვაზე ვიხდი 14 დოლარს, მეორეზე $2 და იმ კაცმა წაიღო იჩემის სასწორის ქაღალდი. მე მგონი ეს საწყობი და ის სასწორის მფლობელები შეკრულები არიან რა. აი ხა ფიქრობ, გამომერთვა იმის ნომერი ხომ უნდა უთხრა, მაგრამ ყველა სხვა არის. ნუ ჩემი ძღოლები მიხდებიან, ახლა მე რასაც ვფიქრობდი რა. 14 დოლარს კი არ გადავიხდი $2 მეორე პაპიტკაზე, მაგრამ ის ფურცელი არა მაქვს, იმას აქვს აღება. როგორ არის ხომ პირველად რო აიწონები, first phase ხო ეუნები და მეორე აწონვაზე თუ გაასწორებ, უკვე ეუნები second wait და second wait $2 გადასახდელი, მაგრამ იმას გეკითხებიან ის ნომერი გვაჩვენებდა. ის ნომერი მე არა მაქვს. იმ ბიჭმა წაიღო. ისევ სუბუქი ტვირთით კი გვაქვს რა, ფაქტობრივად თქო ცარიელი მიდივარ. ნუ აქაც კარგია რა, ეხლა მძიმე რო არა ვარ. კალიფორნიაში რო წავალთ, იმდენი საწვავი არ დაიხარჯება რა, ამაშიც ეკონომიას გავაკეთებ. აი, კარგი ვიპოვე ამ ჩვენ ამბავში. დატვირთული ყოფილიყო 40,035 და ამხელა საწვავი გავიდისა. დასჭირდებოდა და მაგაში კიდევ ხარჯი წავიდოთ და ამ შემთხვევაში ძალიან ფაქტობრივად ცარიელი ვარ. საწვავზე ფული არ წამივა და და რა თავარია მეგობრებო, აი ამინდი და აღარ პერანგში დავდივარ. ამდენ თელ ამერიკაში იმხელა თოვლია. ამდენ გრადუსია, 20 გრადუსია სითბო. ესეც ხო კარგია. და ჩვენი ეს სამუშაო უფრო კარგ ფიქრებზე ორიენტირება გავაკეთოთ, რომ დავიმუშავოთ დადებითად და იმ დადებითმა გადალახოს ის უარყოფითი რასაც ეს უარყოფითი სამუშაო გვაძლევს. ვიცით რომ შენებლობა, გზის შენებლობა ის მომემზადოთ, ხო აი დიდი ფართო პროგრამა გახსოვთ წინა მოსვლაზე რომ მანქანა ხელ შემიშალა. აი ქარა ის ქვამიშლიდა და კარგია მანქანა არ შეგვდა. დავიდეთ, იქაც გონი ტრაქსტოპი ისეთი გადატვირთული არ არის. ავიღოთ დადებითი რაღაცები. ო, ნახე, ამდენი მაგისინი თავისუფალია ლამპები. ასე სწრაფად გავაკეთებთ ყველაფერს. ისეთი პერიოდჩას. უარყოფითი ემოციები ადამიანის ნერვიულ სისტემას კლავს და მაგის გულით სხვა მოვაკლევინეთ თავს. არა. ესეც ვიცით რომ აქედან პირდაპირ ვერ შევა. თუმცა დავარტყათ, მანქანები არ არის, თავისუფლად დავარტყათ წყერს და დავდგები ამ სასწორზე. ეხლა რომ მანქანები ყოფილიყო ხომ ეკრებოდა პრობლემა. ატრიალეთ ახლა. აბლაბუდა საქმე უნდა დავამთავროთ 5-იანზე. სატანა, გინდა რომ შენ ნერვები მომიშალო, მაგრამ არ გამოგივა, არა. ოკეი, ისე დავდეკით. სწორად. იქით რაღაც ქართველი ნომერი ნახე, GA და აბეთ ქართველი ხო არ არის ვინმე. GA, ოკეი, აბა. მოდიჯერ ავიწონო და ის ქართველი მოვიდა რაღაცა. გონი GA ხო ქართული კომპანიაა. ქართული ნომრები ნახეთ აგერე GA არ არის ეს. საუბრობთ ქართველია, მაგრამ მოდი ჩვენი ამბავი გავაკეთოთ და მე თუ დახვდა იქა დავილაპარაკებთ. აბა.
freeway? First way. Truck number? 121. All right, we got you in. Okay, thank you. Okay, წავედით. აბა მიუდგეთ იმ ქართველს რაჯერ წავიდეთ წვედა ვატყეთ. ეხლა არ ვიცი გადაღება ეს სიამოვნება თუ არ ეს სიამოვნება. აი ჩვენი იხარია ქართველს რო დახურებ. გვერდზე ორი მანქანა აღდგას და მიუყენებ და აბა ნახოთ ეხლა. შეიძლება მიცნოს, არ მიცნოს და არც ეს სიამოვნოს გადაღება. ეს არის GA. ჯობა ხა საიდან მეჩხირება ახლა ეს უფერი. ოკეი. აი. უქენოთ ამ მეგობარს. Ai, GA, ara, GA. Თან გადავიდეთ. დავიდეთ ეს მოხსნეთ ოფი. აი. ქართველი დანდებით? კი. ქართველი ნომრები ნახე და. რა ქვია? ლევანი. ოკეი, დაგინახე და მეთქი გამარჯვებას ვეთქი მეთქი. როგორ მიდის საქმე? კარგად. კარგად უნდა. სადავრი კაცი ხარ? ყვარელი. ო, კახელი. კარგი, აბა შენიც. მე მეჩქარება და არ ვიცი ხა მიცნო თუ არ მიცნო. გამარჯვება მაინც უთხრა. წავედით უკვე. ქართველები შეხვედრა უკვე პრობლემა არ არის. გინდა იუტაში შეხვდები, გინდა აი ის ქრიზმის ორი. ვიყოთ ახლა ეს ჩვენი ამბავი. ეს რამდენია 38-400. Sorry. Yeah, thank you. და კაცი და ხო არ ვეთქვი ახლა იმას. კარგად, აბა შენიცი. ავედით. ეხლა შემე რო გავჩერებულიყავი, გამეცნო ეს ადამიანი, მაგრამ რიაში ვარ და თვითონაც დაკავებული იყო და გვეპატიება. სამაგერთ ისიც დაიმუხტა კარგად, მეც კარგად დავიმუხტე და უკვე ქართველის ნახვა უკვე აღარ არის ის ადრე როგორ იყო ხოლმე. დაინახავდი ქართველს და ეხლა ისეთ ადგილებში ნახულობ ადამიანებს რაღაცნაირად ხო იცი ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ამიტომ მომიტევონ ჩემო მეგობრებო ამჟამად თან რიაში შეხვედრა და პურის ჭამა არ გამოგვივიდა. გაყარელი კაცი იყო ხო იცი კახელი კაცი ხა პურის ჭამა მაგაჩიაში ციამა არაშეს დავიდეთ ახლა მიუხედავად ჩვენ საქმეს გზა უღე ზეპირად ვიჩით ან ის არ გვინდა მაგრამ ნუ ხო ხედავთ ამ უარყოფით სიტუაციაში მაინც მემამულეს რომ ნახულობ აი დადებითი ემოციები მოვიდა რა ეს დადებითი ემოცია ამ უარყოფით აბლაბუდა საქმეს გადაფარავს. ო რა კარგია უკვე ზეპირად რო იცი გზა უკვე თავისუფლად მიდიხარ. თითქოს შენი უბანია და შენი კუთხია რა. აი პირველად ცოტა ძნელი უცხო ადგილებში რომ მიდიხარ, სანამ გაერკვე, მაგრამ მე პირადად ადვილად ვიმახსოვრებ ხოლმე ქუჩებს. აი ერთხელ რო გავივლი, მეორეჯერ მახსოვდება, თავისუფლად მახსენდება ხოლმე. თორე პირველად გავიარო რა. აი ტაქსისტობის დროსაც რომ ვუშაობდი რაღაცა უცხო ადგილას რომ მოხდებოდი. მე უკვე შემდეგ მეორე მესამე მისვლაზე უკვე ზეპირად მახსოვდა, ას ნავიგატორი არაფერი არ მჭირდებოდა. იგივე აქაც რა. ეს წრეც ვიცით. დიდი წრე უნდა დავარტყო, რომ იქით უკანა პრობლემები არ გადავიდეს იმაზე. ოკეი, ფიქრობ, კაცო, ის თუ აქეთ არის წამოსული, ეხლა იქ რომ მივიდე და არ დამხვდეს. ამის ტელეფონი არ ვიცი და ხო არ ჯობია, გავჩერდე და უთხრა იქ ახარ მეთქი თუ არა.
დავიზღებ თორე მოდი გადავარ, მაინც არ დავიზარე. ესეთი მაგარით არის ხო? მოდი თავს არ დავიზარებ და გადავა რა, თორე ეხა იქ რო წავიდე და მე უკან წამო ტელეფონის მაგის ნომერი მიარავ. ის მანქანა? არ არის წასული და ხო, ნახულობა. მეგობრი ვიქტორინა, აქ იქნება თუ იქ იქნება წასული. ამ მანქანით არ წამოვიდა, ახლა ეცეთ. თუ არის ნადგომია, გონი იქ არის და მე მეშლება. იდე კაი, აგერ ყოფილა რას. მე რო იქ მივსულიყავი. ეხა იქ არის ყოფი, არ მოვიდო და ან არა რა. სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სტრატეგოსები ვართ, სტრატეგოსები. ესპანელია, ჭკუაში რო გვაჯობა ეს ფაქტია რა. არაუშავს. ეხლა მე ფიქრობ დისპეჩერს თქვარ დაურეკო და არა ჯერ არა მოდი დავიტვირთებ. მე ნახავ რამდენია გასავლელი. და მანდილით მისასვლელი ვარ თუ არა. აი ჯერ ჯერ ბოლომდე დავიტვირთებ. ეხლა კითხვა ხოვდი ჩემი მახსოვრობით, მაგრამ აბა ნახოთ ეხლა ზუსტად მივალ იქ თუ არ მივალ. იმიტომ ძალიან გვანან ერთმანეთზე შენობები. ეს არ არის. აი გონი ეს არის. თუ იქით არის, ეცა. არა, ესეც არ არის. ой, მას იქ ცუდი შესასვლელი ქონდა, ხო აი იქით არის. აი ეგერ არის. ვიპოვეთ. Marken size. არა, ამის იქით. ესე თვითროა. აი, აგერ თვითონაც მოვიდა, დავიაბგონა. ოკეი, და. თავარი ახლა ჩვენ კარგად მივადგეთ, რომ იქ წინა დაყენების დრო შეცდომა დაუშვი, რომ არ ვიცოდი და წესიდან იგი რა უნდა დაუშვა შეცდომა. დიდი წრეს დავარტყავ და ისე დავაყენებ. საბუთების მომზადა. ხო, ახლა დიდი წრეს დავარტყავ და ესე დავაყენებ. ეხლა ესე მარენოთ წავიღოთ ეხლა ესა ეხლა დისპეჩერი ფირდება დაიტვირთეო კიდეო ეთყობა იცის რომ ასეთი ტვირთია და ჯერ არ იცის რომ მე მაგას მოვთხოვ ეხლა ფუჭა იცი ჯერ დავამთავროთ ეს ჩვენი საქმე საწავიდა ეს კაცი შემოვიდა. მზად არ არის. ვიპოვე. სანამ დატვირთავს ეს ისა, დაურეკე დისპეჩერს. რატო არ ახარო დატვირთულია? მეთხე ასე და ასეო და. უიმეო რაო, ასეო, გაიკვირვა, გაიგე და მეთხარი ახლა ხო იცი მაგას რა უნდაო და აი არ არისო პრობლემაო ბროკერს დაველაპარაკებიო. ნახოთ აბა. იმიტომ მართლა ეხლა ამ ტვირთს ვეღარ ფაქტურად უკვე მე-3 საათია ვტვირთავ. წადი მოდი. ნამდვილად ერთ სიტყვით დაამატონ ერთი, $200 დაამატონ ჯანტაბას მას არ ამოვიდა. ვიქტორინა მეგობრებო, დაამატებენ თუ არ დაამატებენ? თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო, რამდენი მანძილი გვაქვს გასავლელი, სანამ დატვირთავენ. უკვე მიღის თუ არ მიღის, იმიტომ
ამას მოსწრები თუ ვერ მოვასწარე მე დილით. მაშინ მე დარღვევები უნდა დავარღვიო და ეხლა მიღის ეხლა დარღვევები და შემოწმებების პერიოდში. ანახეიმში მიგვაქვს რა, ანახეიმში 6-7. ეს ανახემი გახსოვთ არა მეგობრებო, მერაბა რო გახდა ჩემპიონი. იქ არ მოიგო პირველი медаლი. 724 მილია გასავლელი. 724 მილში იხდიან $1000. $1 მეტია, მაგრამ ძალიან დაბალი ფასია. მაგრამ საერთოდ წეღანაც ხო ლაპარაკობდი YouTube-დან იქ ძალიან დაბალ ფასად დადიან, მაგრამ უნდა დავამატებინო, მაგრამ თვითონ თქვენ დაბო ნახოთ. მე რა პრობლემა მაქვს? პრობლემა ის რომ მე უკვე დრო აღარ მყოფნის. ამათ უნდა თქვა. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა აქ რო ყველაფერი ნორმალურად ისე გააკეთო, როგორც საჭიროა, ვერ მიხვარ. და იგივე მომენტია, რაც ეხლა მიჩინგანში რა დამემართო, რომ დავაგვიანე, იგივე სცენას გამითამაშებენ. ამიტომ არ მაინტერესებს, მე დავრეკე ოფისში, მეთქი რაც გინდათ ის დააკეთებ, მეთქი და რა ვიცი, აბა გადააკეთებენ, არ გადააკეთებენ. ეხლა მე რასაც ლაპარაკობ ქართულად, ალბათ სხვები ვერ გაიგებენ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ კანონით მე რო წავიდე ვერ მოვასწრებ. ამ წესრიგის სახელით ისეთი პრობლემები იქნება, ისეთი რაღაც აი სუპერ რაღაც კი ვითომ წესრიგის დამყარება უნდა, მაგრამ სიმტაცია იქიდან გამოწმებენ, აქედან გამოწმებენ და ეხლა რატო ვიძახი ეს ხო ტრამპის პოლიტიკა და მისი მთავრობის პოლიტიკაა და ყველაფერში რაღაც უკიდურესი კონტროლია და ამ კონტროლმა და ამ შემოწმებებმა და ამ არალეგალებთან გაკეთვამ ძალიან ბევრმა შეზღუდვებმა ეხლა მე ჩემ ამბავს ვიძახი მძღოლების ამბავში, იმების ამბავში უკვე ხალხში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება. აქედან გამომდინარე ტრამპის რეიტინგი დაბალია რა. და ეხლა შუა არჩევნები ხო არის და დემოკრატებს იმედი აქვთ რომ აჯობებენ. ამ დროს ეხლა ტრამპი გამოდის და იცახე ისინი ყველაფერი ფეიკია, ტყუილია, ეს არ არის ასე და უკვე დემოკრატებს უნდათ რომ ეხლა ტრამპს ხო უნდა ვითომ ტრამპი ხო მოვიდა მსოფლიოში იმის სახელით რომ ომებს შეწყვიტავდა და ამას არ დაუშვებდა, მაგრამ უკვე შეცვალა ესა და უკვე ირანისკენ მიდის რომ იომოს. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან და აქედან გამომდინარე საერთო ჯამში ტრამპის რეიტინგი ძალიან დაწეულია. ეხლა რატო თქვი ხა ტრამპი და პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მეც უკვე იმდენი შეზღუდვები გვაქვს, იმდენი რაღაცეებია, რომ ნუ აი წინა ვიდეოში თქო გახსოვს რომ ყველაფერში მძღოლი როგორაა ბრალი. ეხლა არ გადამიკეთებენ. მაშინ მე უნდა ვიმაიმუნებ და თუ მოვასწრე, არ ვიმაიმუნებ, თუ ვიმაიმუნებ ვიღაცამ დამიჭირა, ჩემი პრობლემა იქნება. ვერ მოვასწრებ, ის დამიწყებს იქ ბუზღოს კომპანია და მისაღები კომპანია ჩემიც და იმიც და ამის და ნუ ბადაკია. ნახოთ აბა ეხლა ის საბუთეს მომწევ და დავლაგდებთ. Yeah, I just make straight. Last one is რა გაკეთე ხა ეს. მოდი ამას დავამაგრებ რაღაც. Last one. შუბქი არის. არც უნდა ამასაც. სტრეპს არ დავამაგრებ. მოდი თავს დავიწყებ და მაინც გავაკეთებ რა. ამას გავუკეთებ აი არ დავითარსოთ რა მაინც. თავს დავიწყებ რა. ამდენი რომ აწვალეს ბარაბოლამდე გავაკეთებ კარგად. ასია. სულუქია და ეს არ გამოუშვებს ეს იყოს. ეს ახლა რა არის? ოკეი. მოწევ მასხელს. Too much chaos, yeah? Yeah. You do like videos every day? So, yeah, it's just like. Okay, I will send you. Okay. Have a good day. You too. არა, ესე იგი კიდე უნდა აიწონო. ოღონდ აქ აღარ მოხვიდეო. იმას რო აიწონებიო, მე გამომიგზავნეო. აუჩე, საწვალებელია. და ბილად აბლაბუდა საქმეა, ჯორჯ. ეს ასეთ იმაში ყოფილი ხარ კაცო. ის არის ამის დედავატირი რა.
არა ვარიანტი არა აქ უკვე დისპეჩერმა და ბროკერმა თუ არ გადამიხადეს ზედმეტი ფული ხო დამატებით ფული მე თვითონ უკვე მოიტყვიან გავაჩმახებ ან ამეტანია რა 4 მისვლას ასე აუბედურება ეს რა არის ოზე მივდივარ ლოგბუკი ყველანაირად ვარღვევ და ნებისმიერ ვარიანტში იქ უნდათ მაგას რომ მე მივიდე 8 საათზე დილით კალიფორნიაში ანახემში არის 724 მილი მე ლოგბუკი არ მაძლევს მაგის საშუალებას რომ დილით მივიდე 7 საათზე და აქედან გამომდინარე ხო დაურეკე ხა იმ გოგოებსაც დაურეკე მეთქი გადამიკეთეთ მეთქი ვერ ვაკეთებთო ხარი ვერ აკეთებ და მეც არ წავალ მეთქი როგორ ხო უნდა გააკეთო და ბიჭო ვერ გავიგე თქვენ რისკის გაკეთება კიდე მე რატო უნდა წავიდე რატო გავრისკო მეთქი არა მაგრამ ჩვენო ხო იციო საქმე გასაკეთებელიაო და მეთქი გამიკეთეთ ლოგბუკი გააკეთეთ რაღაცა რა ხა ფიქრობენ რა მეთქი არ წავალ მეთქი არ წავალ კი არა და მე ნუ ეხა ხო ის კომპანია გოგოებს ახლა გოგოებს ხوار დავიწყებ გოგოებთან ხوار დავიწყებ კამას და იმებს ან გოგოებმა დაურეკეს კომპანიის უფროს ეხა კომპანიის უფროს ინტერესი აქვს რომ მე საქმე გავაკეთო ეხა დისპეჩერი და ბროკერი ფიქრობენ მე ფულს ავთხო ლოგბუქს ვერ მიკეთებენ ეხა უნდა რომ მე გავრისკო რა ეხა ძველი დრო რო იყოს პრობლემა არ იყო ისა არ იქნებოდა წავიდოდი მაგრამ მეთქი არა რადგანაც ის გააკეთეს ეხა იურიდიულად ვერაფერს ვერ მეტყვია მაგრამ უნდათ რომ მე გავრისკო რა საქმეს რომ მივიდეს კი შემიძლია გავრისკო როგორ არ შემიძლია რაღაცა თქვა იქ პოლიციამ თუ გამაჩერა რაღაცას მოიფიქრება რაღაცა მაგრამ არა გამორიცხულია რა იმიტომ რომ ჯარიმად იქნება და მე უკვე ის არის მაგრამ ეხლა უკვე რა ხდება ამ კომპანიამ ჩემო უფროსობამ ხო იცის რომ მე როგორი ტიპი ვარ რა გამი რისკია და აი სხვა ადრე რო არა მე მაინც ვაკეთებდი რა ნუ მაგრამ ეხლა ლოგიკურად რო ვიმჯერო მართლა დაძაბული სიტუაციაა თან კალიფორნია შარიანი შტატია თან უკვე თან ფულსაც ხო ეხლა დისპეჩერი აღარ იცი დისპეჩერი ბროკერს კიდევ ბროკერს ეხლა ბროკერი აინტერესებს თუ მაგრამ იმასაც აინტერესებს მაგრამ თავისი რისკის დადება არ უნდათ რა წარმოვიდგინეთ აი ადრეში ვარ რა როგორ ფიქრობ მეგობრებო გავრისკო თუ არ გავრისკო წავიდე ლოგბუკის გარეშე ნუ ლოგბუკი კი დავარღვევ მაგრამ ისე წავიდე ესე რომ ვესტეითან ისეთი მკაცრი ვესტეიშენია ლას-ვეგასის შემდეგ არის საშინელი ვესტეიშენი ყველა სეშინია მაგის ფულიც უნდა და იმის უნდა რო ის როგორ არის ისიც გინდა ესეც გინდაო და მასე არ გამოვა ბაბაია გადაიხადეთ ფული მაგრამ აქ ახლა მეორე მომენტია უყურეთ მეგობრებო ეხლა თქვა დაამატებინეთ ფული ხო ეხლა შეიძლება მე რომ მითხრა რომ თქვა გადავირთე თქვა $200 არა გადაიხადონ $500 ან $1000 მაგარი მომენტია ხო შეიძლება გარისკო მაგრამ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე რომ ყველაფერს ამოწმება უკვე აღარ არის რა აღარ არის ვაი ხა სიტყვაზე გარისკა და $1000 გადაგიხადეს ხო ამეთ კი მაგრამ იმ $1000 მე დიდი ჯარიმები მოხება რა და ჯარიმა ჯანდაბას მაგრამ რომელიც მე მიდის ეს აბუთებელი ლიცენზიაზე ნუ მართვის მოწმობაზე და აი პრობლემებია და საერთო ჯამში თუ დაგიჭირეს რაღაც $4000-მდე იქნება გადასახდები ამიტომ აი ესე შევჯექი არა შარა ვირზეც არა ვარ შემძარი მე ლოგიკურად და რაციონალურად ვფიქრობდი იქიდან გამომდინარე რაღაც იმაზე არ წავალ თუმცა უნდათ კანონები იქნებ შემოვლით იქზე წახვიდე იქი წახვიდე ამბებიც ვიცით მაგრამ რა ვიცი აი ესეთი მომენტია გავრისკო თუ არ გავრისკო მეგობრებო თქვენას მეთქვით დარწმუნებული ვარ მეთქვით რომ არ გარისკო რომ მე პატივს ამცეთ და მინდათ რომ მე პრობლემებში არ გავეხლიო და ამ აბლაბუდა საქმეში კიდო ჩემი აბლაბუდა დარღვევები დავამატო და არა ნუ ერთ სიტყვით ველოდებით რა სიტუაცია ამაშობაში ჩვენც ახლა კიდევ ავიწონებით იმას გავაგზავნით და რას მომიხერხებენ ამ ლოგბუქზე
ნახოთ. ისე ეხა ფიქრობდი რა. ეხა $1000 არა, მაინც $2000 რო გადაიხადო. $2000 რო გადაიხდიან, თვითონ $1000 იხდიან იმაში. არ გადაიხდიან აზია და აი ხა მომენტ ახლა რისკი $2000 რო გადაიხადო მე რაღაც სხვადასხვა გზებით გადავიდოდი და რაღაც ეს მაგრამ როგორ გადაიხდიან თვითონ ტვირთის გადატანაში $1000 იხდიან. ის $200 მე ის პოლიციაც ზურიშა ის $200 თუ გამიმატეს ამ დაგვიანებაზე ისიც აბა თავისი ფულიდან გადაიხდიან არა თავისი მოგებიდან არა გამორიცხულია ესე იგი ლოგბუქის გოგოება უნდა ივაშკაცო რა ჩემი მიზეზი არ იქნება ხა დაგვიანება ლოგბუქის გამო თუ დავაგვიანე მიხედავ თვითონ თავის თავს ესეც ძღოლის ფიქრებს გიზიარებ მეგობრებო ხო გაჩვენეთ მარტო მუშაობა არ არის აქ კიდევ უნდა იფიქრო ეს კომბინაციები და გაითამაშო გამოითამაშო თლათათვილი ზარყოფილა ტრაილერი ძღოლის თავში ყოფნა არა მეგობრებო არა უბრალოდ რა არის იცით ძალიან დიდი შემოწმებები და ძალიან დიდი კონტროლია რა ეგ და უკვე აი ლავირების საშუალებას არ გაძლევენ რა კანონიერად წესიერად რო იმუშაო რასაც აბა ისეთი ფასებია მაშინ ფასები უნდა მოუმატონ ან იმდენია უნდა მიხდე რომ ძღოლს უღირდეს აი ესეთი არაორდინარული სპეციფიკური დრო არის რა ამერიკაში შემთხვევაში ამ ტრაილერების ძღოლების ამბავში არა მარტო ტრაილერები ზოგადად ძალიან სპეციფიკური დრო არის რა მე ისმის კითხვა გიღის არ გიღის მანაც რო თქვი რომ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი სასტელი კურდღელი აი კურდღელს სასტელი კურდღელის როლში გზნობ თავს და ზარო გადაკეტილია. წინა მოსვლაზე რა კარგად მოვედით ეს ყველაფერი და ხა. When possible, make a U-turn, then take the first right. ხელა დრო დავკარქე. არა, რა ვიცი ეს ლოგბუქის გოგოები რას იზავენ, არ ვიცი. ვიქტორინას უშვებთ მეგობრებო, გააკეთებენ თუ არ გააკეთებენ გოგოები. მოიმე ესეც ასოზე მიდის. Turn left on West 1200 South, then take the first right. In a nice assortment of vida. So much minds will get through. სწორებში 4-14 რამდენია უკვე 64 4-40 64 არა ხო 40 პლუს ხო $64 გადავიხადე მარტო ამ აწონდაცუნებში რა Welcome, is this the first way or reway? First way Truck number? 121
see you inside. Okay, thank you. Thank you. Წამოდი 4 ეხლა 1000 ისა ამდენი პრობლემებია და მე კიდევ თუ შენ ეხლა ეს სუბუქი ტვირთია, მაგრამ მესტეიშენი და ამდენი პრობლემები აქვს ეხლა ძორს გადასახესა გადასაჭრელი. წვიმანების ორიენტეში ვართ, არა მეგობრებო? აბლაბუდა საქმეში ვართ, აბლაბუდა საქმეში. ამ ვიდეოს უნდა დავარქვათ აბლაბუდა საქმის პლუსი და მინუსი, არა? არა, თუ ვიტაბით ვთქვათ აბლაბუდა საქმე. ნახველი ვინც ნახავს ამ ვიდეოს თვითონ შეაფასებს ამ სიტუაციას. არა? ნახოთ, აბა რა იქნება, რამ გეწონას ახლა გავაგზავნე. ჯერ ავიწონოთ. ანერვიუდნენ გოგოები, ანერვიუდნენ. სადახარ როგორ აბა საათები გითხარი, გონი რაღაცას გააკეთებ. აუთხარი არცად არ ვარ წამსვლელი. კი წავალ, მაგრამ პროსტა ადრე ვერ მივამეთქე. იქნება რაღაცა მოახერხ, არა მეთქი და კაიო, ალბათ რაღაცას მოიფიქრებ. სულაში ავიღო ჩვენი ისევის ქაღალდი. Trailer? 1-to-1. Karte. Again. ის კიდე დამოვიწყდა. იარიაში უკვე ორჯერ დამოვიწყდა კადოყოს 4ჯერ, ნუ ეთყობა მაინც ესე დისკომფორტი მოქმედებს რა. სიტყვით მეგობრებო, ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა. კიდო მე ჩალიჩებო იქ წახვიდე, მეთქე არ წავარ. არ წავარ და გოგოებმა გააკეთეს ეს საქმე და ეხლა კი შემეძლო, მაგრამ აი ხო იცი უნდა გიღიდეს ეს რისკი. მაწყნარა ჩვიდათ, ხო იცი, სიმშვიდე და შენ და მოიპოვე სული შენი. და ბროკერის დათანხმდა ვაჭრობა დამიწყო. იციო, აი ცუდი შეკვეთაო, ხო იციო, ისაო და რამდენი გინდაო? აუთხარი $400 მინდა მეთქი. $400 ჩვენ რა გრჩებაო რაღაც. მე ერთ სიტყვით დისპეჩერმა და ბროკერმა $100 გამოუშვეს და ნუ საერთო ჯამში $200 დამიმატებენ რა. იტო ხერია რა. აი მართლა მაგრა ბევრი ვიწვალე, იმიტომ რომ ეხლა 4-ში წამოვიდა, $464. მოდი. არისო რა ნამდვილად. შეგრძნება გაქვს რა თითქოს გატყუებენ ისა, მაგრამ ნუ რას ამერიკა მე იმათაც არ ვამთხოვნებ რა, ყველა ცდილობს თავისას, მაგრამ ჩვენც გვაქვს თავი და გონება. კარგით მეგობრებო, აი ესეთი სიტუაცია გაჩვენეთ, მოიმე ეს მისამართი დამოვიწყდა. მისამართი სხვაგან დავწერე და სწორად მიდივართ 15-იანი. Please drive to highlighted route. ხო, ნუ გავაკეთე და წავედით მეგობრებო, აი ესეთი ექსპერიმენტი გადავიღეთ, ტრაილერი ძღოლის ტანში ჩახვით. ნატურაში და ბუნებრივად და Turn left on თავარია West ცხოვრებაში 1200 South. ცუდი და კარგის მეტი რა არის, მაგრამ თავარია ამ ცუდმა არ ჩაგვითრიოს. იცუდი თუ ცუდი სიტუაცია, კარგად შევხედოთ ყველაფერს. გამოძრაობა იცი, გამოძრე. აუ ეხლა Salt Lake City მაგ გასავლელი და ცუდი დრო არის, თავარია საცობებში არ მოხვდეთ. მაგრამ ეს უკვე გასიზამ, სავარია გამოძვერი და თავარია ეს ყველაფერი უკვე გაკეთებული მაქვს და ლოგბუკი და რამე პრობლემა არ იქნება. დააჩენი მომიწევს ღამეს სიარული, კარგი იყო დილიდანვე მომესრო და ღამე არ მიარა, მაგრამ ნუ რასიზა, ესეც სამუშაო სპეციფიკა. დადის ეს ამდენი მანქანა კაცო, რა ეხლა მოუდა ყველა სიარული.
wait at the traffic light. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, რაც გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, კარგ განწყობას და სიმშვიდეს. ჩენი ყველაფერი კარგად იქნება. აბა დაგემშვიდობებით, იმედია შევხვდებით მომავალ, იმედია საინტერესო ვიდეოში შევხვდებით. ავედით ლას-ვეგასის გავლით სან-ფრანცისკოს იმაში, ლოს-ანჯელესში. კარგი იყო ლას-ვეგასში გავჩერებული ყავით, მაგრამ ამჟამად ვერ მოვახერხებთ. ამე უნდა გავიარო და დილით